მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებო, შვიდობა მოგმადლოთ ღმერთმა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჯვარცმის მნიშვნელობაზე, რომელსაც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით გამოსყიდვის დოგმატი ეწოდება. მოგახსენებათ, ეს საკითხი გახლავთ ცენტრალური ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის და მას მაცხოვნებელი მნიშვნელობა გააჩნია. რომ არა ქრისტეს ჯვარცმა კაცობრიობა წარწმენის გზაზე იდგა და მისი ცხონების საშუალება არ არსებობდა. ამას ცხადყოფს ძველი აღთქმის ისტორიაც, რომელშიც ჩვენ პირდაპირ ხედავთ, რომ მართლებიც კი ელოდნენ ქრისტეს განკაცებას, ჯვარცმას, აღდგომას, რათა გამოესყიდა ისინი პირველქმნელი ცოდვისაგან. ამიტომ შინაარსობრივად სოტერიოლოგიური თვალსაზრისით, მაცხოვნებელი თვალსაზრისით, ჯვარცმას უაღრესად დიდი და ცენტრალური ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში და ცხონების საკითხში. ვიცით ისტორიულად, რომ ქრისტეს განკაცებას სწორედ აი ამ გამომსყიდველი მნიშვნელობა ენიჭება და ხშირად ამის გამო თანამედროვე მოდერნისტულ ლიბერალურ და მოაზროვნე საზოგადოებისთვის რაღაცა გაუგებარი ხდება, რატო შეიძლება, რატო უნდა ყოფილიყო, თქვათ, ჯვარცმა ესე აუცილებელი, ან გამოსყიდვის დოგმაც, რატო აქვს ესეთი შინაარსობრივად, ესეთი დიდი დატვირთვა, როგორსაც ამას ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია ანიჭებს, მაგრამ რეალობას თუ გადავხედავთ ჩვენ აი ამ სიღრმისეულად ჩაუკვირდებით ამ საკითხს, ხო, დავინახავთ იქ რეალურ მოთხოვნას იმისა, რომ კაცობრიობის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ქრისტეს განკაცება. ანუ ადამიანი თავისთავად, თავისი შესაძლებლობებით, თავისი ნიჭით, უნარით თუ სულიერი გნებავთ თავისი შემართებით არანაირად არ ფლობს, ვერ ფლობს იმ უნარებს, რომ გამოიხსნა საკუთარი თავი ცოდვის მორევისაგან. ადამიანის ცოდვაზე როცა ვსაუბრობთ ჩვენ, სწორედ ახალი ადამიანის დაბადება იყო საჭირო. ანუ გამოსყიდვაზე როცა გვაქვს საუბარი, სწორედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი, ძე ღვთისა მეორე ჰიპოსტასი, თავისი ღვთაებრივი ბუნებით, პლუს ამას თავისი კაცობრივი ბუნებით, ანუ როგორც ღმერთ კაცი, იყო საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანი ეხსნა ცოდვის მორევისაგან. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ადამიანში ჩვენ ყველამ შევწოდეთო. და აი ამ ადამიანში შეწოდების გამო ვიცით, რომ ადამიანის ბუნება მთლიანად დაზიანდა. არა უბრალოდ რაღაცა ცოდვის კვალი გადმოვიდა, როგორც ამაზე ამბობენ მოდერნისტები და არა შინაარსობრივად თითქოს შედეგობრივად კი არ მოხდაო ამისი ადამიანზე გადმოსვლა, არამედ ამას ნაწილობრივ მნიშვნელობას ანიჭებენ, ანუ დაცემას, კაცობრიობის დაცემას, მაგრამ სინამდვილეში მოხდა მთლიანი დაცემა, დაზიანება ადამიანის ბუნებისა და აი ამ ადამიანის ბუნების დაცემას, დაცემულ ბუნებას უკვე აღარ შეეძლო ცხონება. ამიტომაც გითხარით, რომ მართლებიც კი მიდიოდნენ ჯოჯოხეთში. ჯვარცმა თავისი ისტორიული მნიშვნელობით გახლავთ სწორედ აი ამ სულიერი ანალიზის გაკეთების საშუალება, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, ღმერთი მოვიდა ამ ქვეყნად განკაცებულ მდგომარეობაში, ახალი ადამი, რათა ძველი მდგომარეობისაგან გამოეხსნა. ანუ
მთლიანად მნიშვნელობა აი ამ გამოსყიდვის დოგმატისა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არის ვალში, ასე ვთქვათ. ნახეთ, სასყიდლით სყიდულ ხარ, ნუ იქნებით მონა კაც და ამბობს პავლე მოციქული. ანუ ეს ჩვენი დავალიანება, ასე ვთქვათ, ღვთის წინაშე, ეს აღიქმებოდა როგორც იურიდიული მხარე ამ თეოლოგიისა, როცა მას არა მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური, თქვათ, ელფერი და სტატუსი მიანიჭეს, რაც სინამდვილეში გახლავთ არასწორი, იმიტომ რომ თუ ჩვენ პირველ რიგში არ ვაღიარებთ იმას, რომ ვართ დაზიანებული ბუნებით და ეს პირველქმნილი ცოდვა პირველ ყოვლის არის დანაშაული ღვთის წინაშე და შემდეგ ამ დანაშაულმა გამოიწვია სულიერი დაზიანება ადამიანისა და მკურნალობა შემდეგ უკვე მეორე ეტაპია. თუ პირველს არ ვაღიარებთ, ცხადია მეორის აღიარებით ჩვენ უკვე მივდივართ არასწორ გააზრებამდე გამოსყიდვის დოგმატისა. ამიტომ გაჩნდა დღეს სხვადასხვა ვერსიები და ამ ვერსიების თანახმად, ესე იგი ქრისტე ჩვენ ჯვარზე კი არ გამოგვიხსნა, არამედ მაგალითად არის ესეთი ვერსიაც, რომ გეთსემანის ბაღში როცა ის ლოცულობდა, აი მაშინ ეს თანაგრძნობითი სიყვარულის შედეგად მოხსნა ადამიანების გამოხსნა. გესმით? ანუ შინაარსი გადადის უკვე სხვა საკითხებზე. კიდევ უფრო ფართო გაგებითაც მოხდა ამ საკითხის, ასე ვთქვათ, გაშლა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო დაშორებას აი ამ გამოსყიდვის დოგმატისა და გულისხმობთ იმას, რომ მოდერნისტული თვალსაზრისით ესეა, რომ კაცობრიობა გამოხსნა მოხდა მთლიანად ქრისტეს ყოველი ნაბიჯის მიხედვით. ანუ მთელი მისი ცხოვრება თითქოს არის აი მათ შორის კაცობრივი ბუნების უძლურებები, უყვედრელი ბუნებების გამოვლინება, შიმშილი, წყურვილი, სიცივის სატანა, ტკივილის სატანა, ხომ? ყოველივე ეს გაიგივებულია გამოსყიდვის დოგმატთან. ეს ასე არ გახლავთ, იმიტომ რომ რეალურად გამოხსნა მოხდა ჯვარზე. დანარჩენი ქრისტეს განკაცება, რა თქმა უნდა, ეს არის ცენტრალური ადგილი, მაგრამ ქრისტეს განკაცების მნიშვნელობა არაფერი მნიშვნელობა არ ექნებოდა თუ არა ჯვარი ქრისტესი. სწორედ ამას უხსნის, ცდილობს მოციქულებს განუმარტოს მაცხოვარმა, რომ ეს არის მთავარი აქ და ამიტომაც პეტრე მოციქული გვახსოვს, რომ ესეთი შემართებით ეუბნება მაცხოვარს, რომ აი ყველა როც თუნდეს და ყველამ რო გიღალატოს, მე არასდროს არ გიღალატებო, ანუ როცა მაცხოვარი ეუბნება მას, რომ უნდა მოხდეს მისი ჯვარცმა. ამაზეა საუბარი და ეს თვითონ პეტრესაც მოციქულსა და სხვა ცხადია მოციქულებსაც არ ესმის და მით უფრო არ ესმოდა ეს მაშინდელ საზოგადოებას, რომ როგორ შეიძლება რისთვის უნდა საერთოდ რისთვის უნდა მომკვდარიყო განკაცებული ღმერთი, ეს გაუგებარი იყო. ამას ბრძანებს სწორედ პავლე მოციქული, რომ იუდეველებისთვის საცდურია და წარმართებისთვის სისულელეო და რატოა ეს ასე? იმიტომ რომ ეს საცდური რეალურად გაუგებარი იყო მათთვის, როგორ შეიძლება ტანჯვის საგანი, ხო, ჯვარცმა, როგორც ნორმა ესეთი უკიდურესი სასჯელისა, როგორ შეიძლება იყოს ამავე დროს გამარჯვების სიმბოლო, ხო? და სწორედ ამ ჯვარცმაში ხდება უდიდესი გამოხსნა კაცობრიობისა და აი უფრო თვალსაწიერად რომ წარმოვაჩინოთ ეს ამბავი, ახლა წარმოვიდგინოთ, უნდა რომ ადამიანი, რომელმაც მაგალითად შხამიანი გველისაგან დაგესლილი ადამიანს, როცა გამოუწოვს, თქვათ, მეორე ადამიანი აი ამ შხამს მისი სხეულიდან, ხო, რამდენად საპატივცემულო იქნებოდა ესეთი ადამიანის ცხოვრება მეორესთვის, რომელსაც უკმინა, ხო? და გაცილებით უფრო დიდი და შეუფასებლად უფრო აღმატებული გააკეთა მაცხოვარმა ყველა ადამიანისათვის, მან უდანაშაულოდ მთლიანად იტვირთა კაცობრიობის ცოდვანი და გამოიხსნა მთელი კაცობრიობა ცოდვის მორევისაგან. აქ უკვე რეალურად რჩება ადამიანს იმის ძალა და უნარი, რომ გაიმარჯვოს სიკვდილზე. არა უკვე თავისი ვთქვათ შინაგანი პოტენციალით, რომელიც მას
დაზიანებული აქვს ადამიანის ცოდვით, არამედ უკვე ქრისტეს ჯვარცმით და აი ამ ჯვარცის ასახვა ხდება რეალურად, ხომ? ნათლისღების დროს რას ვაკეთებ ჩვენ გვტებით ჩაფლით წყალში სამგზის ჩაფლით გვტებით ამას სოფლისათვის და ვიბადებით ახალი ადამიანი, ხო, რომელიც არის სწორედ უკვე განხთობილ მდგომარეობაში, მას უკვე აღარ გააჩნია ეს პირველქმნელი ცოდვა და აქვს უკვე შესაბამისად ამ სულიერი ნიჭებით მოძებული ნათლისღებითა და მირონწყებით, რითაც უკვე პოტენციალურად ცხონების საშუალება მას მიცემული აქვს. ერთადერთი რაც ჭირდება ასეთ ადამიანს უკვე ნათლისღების შემდეგ, ეს არის აი ამ მადლმოსილი მდგომარეობის მაქსიმალურად შენარჩუნება და მიტანა ბოლომდე სიკვდილის ფიცრამდე რო იტყვიან და აი ეს არის უკვე ცხონების საშუალება აქ ადამიანს მოცემული აქვს, რაც ეს ძველ აღთქმაში არ ყოფილა და ვერც ექნებოდა ადამიანს. აქედან გამომდინარე, აი ეს სულიერი მნიშვნელობა აი ამ გამოსყიდვის დოგმატისა, რასაც ჯვარცმისა, ხომ? აი ამ თვალსაზრისით არის ძალიან დიდი და შეუფასებლად უფრო დიდი, ვიდრე ეს ამას წარმოიჩენს თანამედროვე სამყარო, რომელსაც ქრისტეს ჯვარცმა უბრალოდ ტკივილის ადანაგონია ქრისტეს მხრიდან და არა მთლიანი გამოხსნა კაცობრიობისა. რა ნეგატიური ფონები ჩნდება კიდე აი ამ ქრისტეს ჯვარცმასთან დაკავშირებით? მაგალითად არის კატეგორია საზოგადოების, რომელიც ამბობს, რომ ქრისტემ თავისი ჯვარცმით გვიჩვენა ჩვენ მხოლოდ სიყვარულის მაგალითი. ანუ მხოლოდ თავდადება, მხოლოდ მაგალითად ზნეობრივი ეთიკური მაგალითი, რომ აი როგორი უნდა იყოს მეგობრისთვის თავდადებული და ასე შემდეგ. ეს არ არის საკმარისი განმარტება. ეს არის სწორედ ის ზნეობრივი თეორიის საფუძვლები, რომელიც უარყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ეს ტენდენციები შემოიჭრა მე-20 საუკუნეში და სამწუხაროდ საკმაოდ დაემკვიდრა ადგილიც და ჩვენ თუ დავაკვირდებით აი ამ ტენდენციებს, რაც საღვთისმეტყველო კუთხით ხორციელდება, ხო, დავინახავთ, რომ აი ამ გამოსყიდვის დოგმატი ფაქტიურად რაღაცნაირად ყელში გაჩხერილი აქვთ აი ამ მოდერნისტებს, ნებისმიერი მათგანი ან უარყოფს გამოსყიდვის დოგმატს, ან ამახინჯებს მის შინაარს და რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ თუ ადამიანის ცოდვაში, ნახეთ დააკვირდით, თუ ჩვენ ადამიანის ცოდვა არ გვადევს და აი ამ ადამიანის ცოდვის გამოხსნა არ ხდება ქრისტეს განკაცებით, ხომ? მაშინ თურმე ნათლისღების გარეშე შესაძლებელი ხდება ცხონება. გესმით, სად მიდის ყველაფერი და ამიტომაც ჩვენ აი ამ ქვაკუთხედს, რასაც გამოსყიდვის დოგმატი ქვია, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ფაქტობრივად მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის ცხონება. თუ ადამიანის ცოდვის შედეგად ჩვენ დავზიანდით და აი ამ დაზიანებული ბუნებას შეუძლია თვითონ ცხონება და არ არის საჭიროება თქვათ ჩვილის ნათლისღებაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ამით ვაღიარებ ჩვენ, რომ ადამიანი თავისი ბუნებით არ არის დაზიანებული ადამიანის ცოდვით. ანუ ამით ვამბობთ, რომ ბავშვი უცოდველია. ჩვენ ეს პირობითად ვამბობთ, რომ ბავშვი უცოდველია. სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს უცოდველობა ნიშნავს პირობითად იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ჯერ ჩადენილი არ აქვს ცოდვები, მაგრამ პოტენციალურად გაიზრდება და ის აუცილებლად ჩაიდენს ამას ამ ცოდვებს, იმიტომ რომ ამას თავად პავლე მოციქულიც შესანიშნავად განმარტავს, რომ არა ის, რომელიც მსურს მე ვაკეთებ, არამედ რომელიც არ მსურს იმას ვიქმო. რატო ხდება ეს? სწორედ აი ამ დაზიანებული ბუნების გამო, რომელიც ადამიანს გააჩნია და თუნდაც ჩვილი იყოს ის და თუ ვამბობ ჩვენ, რომ ჩვილი თავისი ბუნებით არის თავისუფალი, თუნდაც აი ამ ადამიანის ცოდვისაგან და ზოგადად ცოდვისაგან, ეს არის სრული სიცრუე და სრული ტყუილი, იმიტომ რომ ადამიანი რეალურად ცოდვებშია და ჩვენ ამას ვხედავთ, თუნდაც ჩვენი შვილების პატარების მაგალითზე, როგორ ავლენენ ისინი, თუნდაც ძალიან ჩვილ მდგომარეობაშიც კი რამოდენიმე თვის ბავშვი საკმაოდ ეგოისტურ თვისებებსაც ავლენს, შურის თვისებებსაც ავლენს და გაბრაზებასაც კი.
ახდენს, ამას ვხედავ ჩვენ რამოდენიმე თვის ბავშვებშიც და მით უფრო მერე უკვე პოტენციურად ეს ამბავი კიდევ უფრო ძლიერდება. ანუ ამისაგან, აი ამ პოტენციური დაზიანებული ბუნებისაგან ხსნა ჩვენ გვეძლევა ეკლესიის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნათლისღების მეშვეობით, რაშიც არის ჩადებული სწორედ აი ეს გამოსყიდვის დოგმატი. და თუ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ როგორც აუცილებელ პირობას ცხონებისათვის, ანუ ახალი ადამიანის დაბადებას, რომ და არა მარტო დაბადებას, არამედ მის ჯვარცმას, აღდგომას და ამაღლებას და შემდეგ ეკლესიის დაარსებას დედამიწაზე, ხომ, რომელმაც მოუქცა თავისი უკვე მადმოსილი საშუალებები ცხონებისათვის, მაშინ ჩვენ გამოვდივართ უკვე ფარდობითი რელიგიური შეხედულებები ისადგურებს ადამიანის ცნობიერებაში, რადგან ჩვენ შემდეგ უკვე თეოსოფიას, ეკუმენიზმს უწოდებთ, ანუ ყველა რელიგიური თქვათ შეხედულებისთვის ჩდება გასაქანი. იმიტომ რომ თუ ჩვილი არ მოინათლება და არ არის ამის აუცილებლობა და ამაშია სწორედ ჩვენ თქვით ჩადებული მთელი ეს გამოსყიდვის შინაარსი, მაშინ რა გამოდის, რომ ნებისმიერი რელიგიის ბავშვი უცოდველი გამოდის, შემდეგ თუ კიდევ განვავითარებთ აი ამ კუთხით, აი ამ საკითხს, დავინახავთ, რომ თურმე კეთილი საქმეებითაც შეიძლება სხვა რელიგიაშიც ცხონდეს ადამიანი და ანუ მთლიანად გამოსყიდვას, როგორც შინაარსს, ანუ ჯვარცმას, როგორც მაცხოვნებელ მდგომარეობას ეკარგება აზრი. აქამდე მიდის ადამიანი, რომელიც გამოსყიდვის დოგმატს არ აღიარებს და ჩვენი კიდე მოვალეობა გახლავთ, რომ აი ეს აუცილებლად დავინახოთ. ეს რაც შეეხება საღვთისმეტყველო კუთხით ამ საკითხს და რაც პირადად ჯვარის ტვირთვაზეა საუბარი, იქ კიდე უფრო იგივე მნიშვნელობისაა ფაქტობრივად, მაგრამ ნახეთ რას ამბობს ნაცხოვარი, რომ უარყავ თავითვისი, აღიღე ჯვარითვისი და შემომიდექ მე. ანუ უარყოფა საკუთარი თავისა, აქ იგულისხმება სწორედ საკუთარი ბუნებების, ცოდვების, რომელიც თქვით, რომ ბავშვობიდან ჩდება ადამიანში. პოტენციურად ის ვითარდება, ძლიერდება და სავალალო შედეგებამდე მიიყვანს ადამიანს, თუ ის მადმოსილი მდგომარეობებით არ იქნა შეჩერებული. ანუ ჯერ ნათლისღებით და მირონცხებით ეძლევა ეს ნიჭები ადამიანს, შემდეგ უკვე აღსარებით და ზიარებით და სხვა სულიერი ფასეულობების, ასე ვთქვათ, თანაზიარებით ეკლესიაში განხთობილ მდგომარეობით ხდება ადამიანის ცხონება, ხო, საბოლოო ჯამში. და აი ეს უარყოფა საკუთარი თავისა, იგულისხმება სწორედ აი ამ საკუთარი ცოდვების, ბუნებების ჯვარზე გაკვრა და ქრისტესთვის შემდეგ უკვე შემართებით მისვლა, ანუ ნახე, აღიღე ჯვარი, ვერ აიღებ ამ ჯვარს, თურმე თუ პირველ რიგში არ უარყოფ შენ საკუთარ აი ამ დაცემულ მდგომარეობას. ვერ იღებ ამ ჯვარს, იმიტომ რომ შინაარსობრივად არ გესმის ამ ჯვრის არსი და ჯვრის არსი რომ გაიგო, ამისთვის საჭიროა უარყო ეს საკუთარი ამბიციები, ამბარდაუნება, საკუთარი გარყვნილი ცხოვრების წესი და ზოგადად შეუდგე ქრისტეს. და როცა ეს ამ ჯვარზე მიდის ადამიანი, ხომ და უარყოფს უკვე საკუთარ პიროვნულ ამბიციებს და ამბობს, რომ უფალო იყოს ნება შენი ჩემ ცხოვრებაში, მაშინ ეს ჯვარი მისთვის ხდება მსუბუქი. თორე ჯვარი როგორც ასეთი ყველა ადამიანს გააჩნია ცხოვრებაში, ანუ გულისხმობ ჩვენ წუხარებები, განსაცდელები, ტკივილი, სიკვდილი, ავადმყოფობა, ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი ადამიანის თანხმედრია. მაგრამ ამ ყველა როდი ახერხებს ამ მდგომარეობაში ცხონებას. ცხონება ეძლევა სწორედ მას, ვინც აი ამ განსაცდელს, ამ ჯვარს, რომელიც მის ცხოვრებაში რეალურად გაჩნდა, აი ამ ჯვარს, როცა ის შეხედავს ისე, როგორც ქრისტეს ჯვარს. და როგორია ეს ქრისტეს ჯვარი? უარყო უნდა საკუთარი თავი, უნდა უარყო საკუთარი ბუნებები, სიყვარული აი ამ ცოდვებისა, რომელიც გაგვაჩნია და აი აქ ხედავთ უკვე ჯვრის სიდიადეს და აი ამ ჯვრის სიდიადით ჩვენ ხედავთ იმას, რომ ადამიანი შინაგანად ბედნიერი ხდება, თვითონ ჯვარცმულ მდგომარეობაშიც კი. აი ეს საუკეთესო ნიმუში ამისი
გვაჩვენა ჩვენ პავლე მოციქულმა, ხო, რომელიც 8 წლიც ფაქტობრივად აგერ მეცხრეცაზე ატაცებული იყო და მისი ჩთილიც კურნავდა, მაგრამ ამავე დროს ის სიქადულით, ასე ვთქვათ, ვიქადიო ამბობს რითი, როცა ჩაქოლეს მრავალგზის, ხო, ჭირი ავაზაკთაგან, ჭირი ნათესავთაგან, ძმათა მტკვართაგან და ამას ისეთი სიხარულით ამბობს ამის შესახებ, რომ აი ეს ჭირი მან ქრისტესთვის დაითმინა, რომ ამაში ხედავს ის ცხონების საშუალებას, გადარჩენას, სწორედ ჯვარში ხედავს, აი ამ წუხარებისთვის, რომ არა უბრალოდ დათმენას ამის, არამედ სწორედ რომ ქრისტესთვის, როგორც კი ამას ქრისტესთვის აკეთებ, როგორც წმინდა მამები ამბობენ, რომ შენი ჯვარი გარდაიქმნება ქრისტეს ჯვარად და ქრისტეს ჯვარი როგორია? უღელი ჩემი ტკბილას, ტვირთი ჩემი მსუბუქარს. აი ეს არის მთავარი პრინციპი, ხო? და როდის ხდება ეს ასე? როცა ჩვენ ქრისტესთვის ვიტანთ ყოველივეს, რაც სამქვეყნიური, ესე იგი, ჯვარი, ანუ მწუხარება, განსაცდელი, ყოველივე, რაც ჩვენს თავს მოდის. და ეს არა სასჯელია ძმანდადანო, არამედ სწორედ რომ ღვთის უდიდესი სიყვარული დევს ამაში ჩადებული, ამას ჩვენ რა თქმა უნდა დავჭირდება კიდე ბევრი სხვა დროსაც საუბარი იმაზე თუ რამდენად დიდია მნიშვნელობა აქვს, რა დიდი მნიშვნელობა გააჩნია განსაცდელს, მაგრამ ამჯერად შემოვიფარგლოთ იმით, რომ ჯვარცმას აქვს ჩვენთვის მაცხოვნებელი მნიშვნელობა, რომ გამოსყიდვის დოგმატი არის ცენტრალური მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში, რომ მისი უარყოფა, დამახინჯება, რაიმე სახით შეცვლა არის ყოველად დაუშვებელი, ეს იწვევს კატეგორიულად მთლიანად მთელი მაცხოვნებელი ამ სულიერ მდგომარეობის შეცვლას, მთლიანად საღვთისმეტყველო ცნობიერების დამახინჯებას, ამიტომ ვიყოთ უნდა მტკიცენი მართლმადიდებელ სახელმწიფოში, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხსნა არის ჯვარში და ჯვარი არის თავისუფლება და არა წნეხი და რაიმე პირიქით. ჯვარში არის სიხარული აღდგომისა, ჯვარში არის გამარჯვება სიკვდილზე და არა პირიქით, როგორც ეს გონია თქვათ სექტანტებს, თქვათ წარმართებს, იუდეველებს, რომლებიც ვერ დაინახა ეს დიდი სიდიადე ჯვრისა და პირველი დღიდანვე ეკლესიის დაარსებიდან იწყება მისი დევნა, სწორედ აი ამ ჯვარის თაყვანისცემის გამო. მართლა მშვიდობა მოგცეთ და წყალობა არ მოგეკლოს, მრავალ ბრწყინვალე აღდგომას დაგვასწროს ღმერთმა. ამინ.